არ არსებობს მიცემულ პირობაზე უფრო ძვირფასი რამ და არ არსებობს იმაზე სამარცხვინო რამ, ვიდრე პირობის დარღვევაა. პაბლო ემილიო ესკობარ გავირია, კოლუმბიელი ნარკობარონი და ტერორისტი. პაბლო ესკობარი ყველაზე ცნობილი ნარკობარონია. მან შეძლო და მსოფლიოში კოკაინის ბრუნის 80% გააკონტროლა თავის ნარკოკარტელთან ერთად. მისი ნარკოკარტელის შემოსავალი ყოველდღიურად $10 მილიონ აღემატებოდა, რის ფონზეც იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი გახდა. მან შეძლო და მოისყიდა ძალიან დიდი რაოდენობის პოლიციელი. მან მოიშორა თავისი მტრები და მეტიც. საკუთარ სახელმწიფოს ომიც კი გამოუცხადა. პატრონის ბრძანების მიხედვით, ჩვენ უნდა მოგვეყვა ყველა პოლიციელი, რომელიც არ დაგვემორჩილებოდა. ესკობარის დაქირავებული მკვლელების გამო ათასობით ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა მიუხედავად ამ და მსგავსი ტიპის დანაშაულებისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იგი დღემდე რობინ ჰუდად არის დარჩენილი. მიზეზი ძალიან მარტივია. იგი აშენებდა სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და შესაბამისად, მათ ეძლეოდათ იმის იმედი, რომ მთავრობისგან განსხვავებით, ვიღაც მაინც მიაქცევდა ყურადღებას. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ნარკობარონზე, პაბლო ესკობარზე. მოდით ერთად განვიხილოთ ის თუ როგორ მოახერხა და როგორ დაიმორჩილა მან ფაქტობრივად მთელი კოლუმბია. რა მიზანი ამოძრავებდა მაშინ, როდესაც იგი ქველმოქმედებით იყო დაკავებული და რა მოვიდა მას და არა მხოლოდ მას, არამედ მის ახლობლებს, მაშინ როდესაც ძალაუფლება დაკარგა. მოკლედ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ამ ვიდეოს დალაიქება და მისი გაზიარება სოციალურ ქსელებში. თუ მზად ხართ, დავიწყოთ. პაბლო ესკობარი, მედელინელი ხულიგანი. პაბლო ემილიო ესკობარ გავირია დაიბადა 1959 წლის 1 დეკემბერს კოლუმბიის პატარა ქალაქ რიო-ნეგრაში. მისი მამა გახლდათ ფერმერი ხესუს დარი ესკობარი, ხოლო დედა მასწავლებელი ჰემილდა გავირია. იგი ოჯახის მესამე შვილი იყო. 12 წლის ასაკში პაბლოს და მის ოჯახს ქალაქ მედელინის მახლობლად მოუწიათ გადასვლა უკეთესი მომავლისთვის და სწორედ აქ გახსნა პაბლოს დედამ დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი სკოლა, რომელშიც მომავალი ნარკობარონიც სწავლობდა. ქარიზმის, გონება-מחვილობის და იმის მიუხედავად, რომ დედამისი იმავე სკოლაში ასწავლიდა, სადაც თავად სწავლობდა, პაბლო არ იყო მაინც და მაინც კარგი მოსწავლე. იგი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს და მეტიც. მოგვიანებით ის სკოლიდან გააგდეს. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც პაბლოს ცხოვრებაში რაღაც იცვლება და ის ფიქრობს, რომ ოდესღაც დიდებული აუცილებლად გახდება. ოღონდ ამ დიდებულებას მხოლოდ და მხოლოდ კრიმინალის გზაში ხედავს. ის მეგობრებთან ერთად იწყებს საფლავის ქვების მოპარვას, მათ გადამუშავებას და ხელახლა გაყიდვას. იგი ასევე დაკავებული არის კონტრაბანდით და ყალბი ლატარიის ბილეთების გაყიდვით. დროსთან ერთად პაბლოს კრიმინალური საქმეების სიაში ავტომობილების მოპარვა, მათი ნაწილება დაშლა და შემდეგ გაყიდვას დაემატა. ფულის შეგროვების შემდეგ კი ის მოპარული ავტომობილების გადაფორმებითაც იყო დაკავებული, რაც რა თქმა უნდა, იმის ხარჯზე ხერხდებოდა, რომ პოლიციელებს ქრთამს უხდიდა. და იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე მედელინელს არ სურდა ის, რომ პაბლოს ან რომელიმე მის მეგობარს მისი კუთვნილი ავტომობილი მოეპარა და შემდეგ ნაწილება დაეშალა, უბრალოდ მისთვის ფული უნდა გადაეხადა. პაბლო არ იკავებდა თავს რეკეტებისგანაც. ის შეძლებული ოჯახის წევრებს იტაცებდა და მათ დასაბრუნებლად რა თქმა უნდა ფულს ითხოვდა. თუ ოჯახის წევრები ვერ იხდიდნენ გამოსასყიდს, ესკობარის ხალხი მსხვერპლს კლავდა. 1971 წელს პაბლო ესკობარმა და მისმა რამდენიმე თანამძრახველმა გაიტაცეს დიეგო ეჩივარია. ეს იყო კოლუმბიელი ბიზნესმენი, რომელიც თავისი ცხოვრების სტილით, ისევე როგორც სიმდიდრით, ადგილობრივ მოსახლეობას აღიზიანებდა. ესკობარს სწორედ ეს გათვლა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჩივარიას ნათესავებმა მას გადაუხადეს გამოსასყიდი, მან მაინც მოკლა იგი და ამით ეგრეთ წოდებული სოციალური თანასწორობა აღადგინა. ესკობარი არასდროს მალავდა ეჩივარიას მკვლელობასთან კავშირს. მან ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ქრთამის დახმარებით დაიძვრინა თავი. საზოგადოებამ კი მისი პატივისცემა დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ კოლუმბიელები თვლიდნენ, რომ ეჩივარია სწორედ ხალხის ხარჯზე გამდიდრდა. კოკაინის ექსპორტი 1970-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიუხედავად არალეგალური სტატუსისა, კოკაინის საკმაოდ პოპულარული გახდა. მას მოიხმარდა როგორც ელიტა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც და შესაბამისად, კოკაინზე მოთხოვნა გაიზარდა. ესკობარმა მალევე დაინახა ამ საქმეში პერსპექტივები და თავდაპირველად ხელი მიჰყო ნარკოტიკული საშუალებებისთვის დასამზადებელი კოკას ფოთლების კონტრაბანდას. თავდაპირველად საქმე საკმაოდ კარგად მიდიოდა, თუმცა 1976 წელს მან ერთი პატარა შეცდომა დაუშვა, თუმცა რამდენად პატარა ეს თავად განსაზღვრეთ. იგი ძალოვანმა სტრუქტურებმა საზღვარზე გააჩერეს, მაშინ როდესაც საბარგულში 40 კილოგრამი კოკაინი ჰქონდა.
პაბლოს საკმაოდ დიდხნიანი პატიმრობა ელოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან რა თქმა უნდა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში გრთამის და გარდა ამისა მუქარების დახმარებით ციხიდან თავი დაიწვლინა. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ფაქტი მის ისტორიაში შავლაკად დარჩა. ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვით იმას, რომ ის ოფიცერი, რომელმაც პაბლო დაიჭირა და ის მოსამართლე, რომელსაც მისთვის განაჩენი უნდა გამოეტანა, მალევე გარდაცვლილი იპოვეს. სწორედ ასე მუშაობდა ნარკობარონის საყვარელი პრინციპი: ან ტყვია, ან ვერცხლი. ის, ვინც ესკობართან თანამშრომლობას თანხმდებოდა, იღებდა ვერცხლს, ანუ შესაბამის გასამრჯელოს, ხოლო ის, ვინც მას წინააღმდეგობას უწევდა, ტყვიას. დროსთან ერთად პაბლო მიხვდა იმას, რომ ის უბრალოდ შუამავალი იყო. ანუ ის უბრალოდ ნარკოტიკებისთვის დასამზადებელ ინგრედიენტებს ყიდდა და თავად არ აწარმოებდა მას. შესაბამისად, მან გადაწყვიტა, რომ თავად ეწარმოებინა კოკაინი და შემდეგ მისი კონტრაბანდით დაკავებულიყო. სწორედ ასე დაიწყო პაბლო ესკობარმა კოკას ფოთლების დახმარებით აკრძალული ნივთიერებების დამზადება და შემდგომ მათი ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმფრინავებისა და ლაინერების დახმარებით. კონტრაბანდისტები საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებდნენ, იმიტომ რომ მათ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაჰქონდათ საკუთარ სხეულზევე მიმაგრებული ნარკოტიკული საშუალებები ამერიკის შეერთებულ შტატებში. როცა საბაჟო შემოწმებას ნარკოტიკებით გადიხარ, თავარია სიმშვიდე შეინარჩუნო. ასე დროს ვცდილობ რამეს ასე ამონოზე ვიფიქრო ხოლმე. კარტობაზე, სექსზე, წარმატებებზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე უშუალოდ იყო ჩართული ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვასთან, მას ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ აკმაყოფილებდა. მას სურდა, რომ კოლუმბიის ნარკობაზარი მის დაქვემდებარებაში ყოფილიყო, თუმცა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მარტო ვერ იზავდა. ამის გამო მან 1977 წელს რამდენიმე ნაცნობ ნარკობარონს გაერთიანება შესთავაზა და სწორედ ასე შეიქმნა ცნობილი მედელინის კარტელი, რომლის მეთაურიც თავად პაბლო ესკობარი გახლდათ. ძმები ოჩოაები, ხორხე, ფაბიო და ხუან დავიდი აკონტროლებდნენ წარმოებას და უზრუნველყოფდნენ კოკას ფოთლების მიწოდებას. პაბლოს ბიძაშვილი გუსტავო გავირია პასუხისმგებელი იყო ბუღალტერიაზე. ხოსე გონსალო როდრიგეს გაჩაკი პასუხისმგებელი იყო შეიარაღებაზე და კარტელის დაცვაზე. საბოლოო ჯამში ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში 1000-მდე ადამიანი იყო გაწევრიანებული. თუმცა უბრალო წევრებმა არ იცოდნენ ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი როლი და ამის იქით მათი არც მოვალეობა და არც უფლება არ ვრცელდებოდა. ფერმერი კოკას ფოთლებს ზრდიდა. მძღოლი ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი. გამყიდველი კი წარმოებული საქონელის გასაღებაზე. ასე და ამგვარად დაყოფილმა სტრუქტურამ ესკობარს მისცა იმის გარანტია, რომ თუ კი ორგანიზაციის რომელიმე წევრს დაიჭერდნენ ან თუნდაც ტყვე დაიყვანდნენ, ის ვერაფერს ვერ იტყოდა უფროსობის შესახებ, იმიტომ რომ მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. მოგვიანებით ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ესკობარმა ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვის ახალი მეთოდებიც კი გამოიგონა. ნარკოტიკული საშუალებები ლეგალურ საქონელთან ერთად გადაჰქონდათ კონტეინერებით, მაგალითად ბანანის, ყავისა და თევზის ყუთებით. კოკაინს ასევე ხსნიდნენ სითხეებში, ტრანსპორტირების შემდეგ კი ლაბორატორიების დახმარებით უკანვე იღებდნენ სუფთა საქონელს. მალე საქმეში ავიაციაც ჩაერთო. მედელინის კარტელმა იქირავა სატვირთო თვითმფრინავები და კერძო ჯეტების დახმარებით ერთ რეისში ახერხებდა 500 კილოგრამამდე კოკაინის გადაზიდვას. კერძო ჯეტები ჯუნგლებში ჩამალულ აეროდრომებზე ხდებოდნენ. აქედან კი გასაყიდი მასალა პირდაპირ ამერიკის ბაზარზე მიდიოდა. გადატანის უსაფრთხოება კი უზრუნველყოფილი იყო ქრთამებით და აეროპორტის მოსყიდული თანამშრომლებით. გარკვეული დროის შემდეგ მედელინის კარტელმა საკუთარი თვითმფრინავებით შეიძინა. კარტელის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა კარლოს ლედერმა კი შეიძინა კარიბის ზღვის კუნძული ნორმანსკეი 4,5 მილიონ დოლარად. სწორედ ამ კუნძულზე ააშენეს ნავსადგური და გარდა ამისა აეროდრომი. ეს კუნძული 70-იან და 80-იან წლებში ნარკოტრაფიკში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა, რადგან კოლუმბიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი აქ ჯდებოდა, ივსებდა ბენზინის აუზს, იტვირთებოდა და შემდეგ უკვე შეერთებულ შტატებში მიფრინავდა. მოგვიანებით მედელინის კარტელი ტრანსპორტირებისთვის პატარა წყალქვეშა ნავებსაც იყენებდა, რომელსაც კოლუმბიიდან პუერტო-რიკომდე 2 ტონაზე მეტი კოკაინი გადაჰქონდა. აქ აკვალანგისტები ცლიდნენ დატვირთულ წყალქვეშა ნავს, გადაჰქონდათ ტვირთი კატერებზე და მიჰქონდათ ისინი მაიამიში. ტრანსპორტირების სხვადასხვა მეთოდი იმის გარანტიას ქმნიდა, რომ თუ კი რომელიმე არხი დაიბლოკებოდა, მეორე იმუშავებდა და შესაბამისად კარტელი მაინც და მაინც დიდ დანაკლის არ განიცდიდა.
ჩვენ გვინდა ყველა იმ მეთოდის დაბლოკვა, რომლითაც ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ. ჩვენი სამართალდამცავები დაიჭერენ ნარკომოვაჭრეებს და ისინი პასუხს აგებენ ჩადენილ დანაშაულზე. საინტერესო ის არის, რომ პაბლო ესკობარი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი იყო. ის ხანდახან აძლევდა ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავებს იმის საშუალებას, რომ წვრილ-წვრილი ნარკომოვაჭრეები დაეჭირათ. მიზანი ის გახლდათ, რომ მანამ სანამ DEA, ანუ ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტი დაასდევდა იმ ნარკომოვაჭრეებს, რომლებიც 10, 15 და 20 კილო ნარკოტიკებს ყიდნენ, მანამდე ესკობარი რამდენიმე ტონიან გზავნილს აგზავნიდა პირდაპირ ამერიკაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პაბლოსთვის შემოსავლის წყარო არ იყო მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა. არა, იგი ამავდროულად ბეგრავდა სხვა ნარკოდილერებს, რომლებიც უბრალოდ მის მიერ მოფიქრებულ სქემას და მის მიერ მოფიქრებულ გზას გამოიყენებდა და დაბეგრვის პროცენტი 35 გახლდათ. ესკობარის ლაქშერული ცხოვრება. 1970-იან წლებში მედელინური კარტელი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკობიზნესის 80%-ს ფლობდა. ესკობარის შემოსავალი ყოველკვირეულად $420 მილიონ შეადგენდა, რაც წელიწადში დაახლოებით $20 მილიარდ უდრის. ფული იმდენი იყო, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრეები ვერ ასწრებდნენ მის გათეთრებას და უწევდათ მათი ჯუნგლებში დამარხვა, სარდაფებში ან რანჩოებში დამალვა. აქ ერთ საინტერესო ჭორსაც მოგიყვებით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ჭორი. ჭორის დონეზე პაბლო ესკობარი დაახლოებით $5,000 ხარჯავდა ყოველთვიურად იმისთვის, რომ ფულის შესაკრავი რეზინა შეეძინა. ანუ ტიპს იმდენი ფული ჰქონდა, რომ ფულის შესაკრავ რეზინში ხარჯავდა $5,000 ყოველთვიურად. მოგვიანებით კი მისი ბიძაშვილი თავის მემუარებში წერდა, რომ ესკობარის შემოსავალი იმდენად დიდი იყო და ფულს ხანდახან იმდენად დიდ ხანს ასაწყობებდნენ, რომ თლიანი შემოსავლის დაახლოებით 10% ნადგურდებოდა ან ვირთხის გამო, ან წყალდიდობის გამო, ანუ წყლისგან ფუჭდებოდა, ან უბრალოდ იკარგებოდა და შესაბამისად თლიანი შემოსავლის დაახლოებით 10% ბუღალტრულად ნულდებოდა. დიდი თანხები ასევე ირიცხებოდა ოფშორებში პანამაზე, ბაჰამის კუნძულებზე, ლიხტენშტაინში და შვეიცარიაში. ამ ქვეყნებში შემოსული თანხის სისუფთავის შემოწმება მინიმალურამდე იყო დაყვანილი. ისიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მაღალი საკომისიოს ხარჯზე ნარკობარონის ფულს იღებდა რამდენიმე კოლუმბიური ბანკიც. ამას გარდა კარტელი არეგისტრირებდა ფირმებსაც, რომლებიც საბუთების მიხედვით დაკავებულები იყვნენ მშენებლობით, ვაჭრობით და სოფლის მეურნეობით. პაბლო ესკობარს უყვარდა ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში. საუბარი მაქვს ვილებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, გარდა ამისა კომერციულ ფართებსა და შენობებზე. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის ინფორმაციით კი მას ყავდა დაახლოებით 50-მდე საკოლექციო ავტომობილი. თუმცა ის მხოლოდ ავტომობილებით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლებოდა. მას ასევე ყავდა იახტები და გარდა ამისა კერძო თვითმფრინავები და პლუს ამ ყველაფერთან ერთად რამდენიმე ათეული ვილაც ჰქონდა. ამ ვილებიდან, ან უпроსწორედ სასახლეებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ჰასიენდა ნაპოლესი იყო, რომელიც მან 1978 წელს ააშენა. 20 კვადრატულ კილომეტრზე მეტი სივრცის მიწაზე აშენებული სასახლე ნარკობარონს $63 მილიონი დაუჯდა. კომპლექსის ტერიტორიაზე ნარკობარონმა არა მხოლოდ სასახლე, არამედ ხელოვნური ჩანჩქერები, ტბები, აუზები, საუნები და სხვადასხვა გასართობის სივრცე მოაწყო. ჰასიენდაში პაბლოს ეგზოტიკური ცხოველებისგან დაკომპლექტებული ზოოპარკიც კი ჰქონდა. რა თქმა უნდა, საკუთარ აეროდრომთან და თქვენ წარმოიდგინეთ ფორმულა 1 სტანდარტების მიხედვით გაკეთებულ სარბოლო ტრასასთან ერთად. ესკობარის რეზიდენციის შესასვლელში კარიბჭეზე რეალური თვითმფრინავი იყო მოთავსებული, რომლითაც მისი კარტელის წევრებმა პირველად ჩაიტანეს კოკაინის პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნარკობარონი თავის სასახლეებს და კონკრეტულად ჰასიენდა ნაპოლესის რეზიდენციას არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაში საკუთარი სტატუსის, იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად იყენებდა. ის ჩუქნიდა პატარა ბავშვებს საჩუქრებს, აწყობდა ადგილობრივებისთვის სხვადასხვა სახის გასართობ შოუებსა და წვეულებებს. ესკობარი ხვდებოდა, რომ ძალაუფლება მოჰქონდა არა მხოლოდ ფულს, არამედ პოპულარობას და გარდა ამისა პატივისცემასაც. აქედან გამომდინარე, ის საკმაოდ დიდ პატივს სცემდა ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს და შესაბამისად მათ საკმაოდ დიდ გასამრჯელოსაც უხდიდა იმდენ თანხას, რომ თითოეულ მათგანს პრინციპში შეძლებოდა თავისი ვილი შეძენა, ან თუნდაც საუკეთესო ავტომობილის. ამის გამო მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. აი მოусმინეთ, რას ამბობს ერთ-ერთი დაქირავებული მკვლელი პაბლო ესკობარზე. პაბლოს რომ მამაჩემის მოკლა დაევალებინა, იმის გამო რომ მან რაღაც ჩაიდინა ორგანიზაციის წინააღმდეგ, მოუკლავდი. არც კი დაუფიქრდებოდა.
გაჭირვებული მედელინელები შეიძლება ითქვას, რომ პაბლოს ჯაშუშები იყვნენ. ისინი ყველაფერს უყვებოდნენ ესკობარს. იქიდან გამომდინარე, რომ ესკობარი მათზე ზრუნავდა. აშენებდა მათთვის სკოლებს, სახლებს, სპორტულ ცენტრებს და კიდევ სხვა ბევრ რაღაცას. საქმე ის არის, რომ პაბლო ესკობარი ამით ცდილობდა მათი გულის მოგებას და მათ მოსყიდვას. მეტიც, მან შექმნა ორგანიზაცია სახელად მედელინი ღარიბი უბნების გარეშე, რომელიც აშენებდა ადგილობრივებისთვის მრავალსართულიან სახლებს. ხალხი პაბლოს მეგობრად და მცველად აღიქვამდა. კოლუმბიური პრესა მას რობინ ჰუდსაც კი ეძახდა. თუმცა ნარკობარონისთვის ქველმოქმედება ერთგვარი ხრიკი იყო იმიჯის შესაქმნელად და ამას გარდა საიმისოდ, რომ მარტივად გაეთეთრებინა უკანონოდ ნაშოვნი ფული. 1980-იანი წლების დასაწყისში პაბლო ესკობარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. და არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს მის შესახებ საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაცია და კომპრომატი ჰქონდა. შტატებში კოკაინის მომხმარებელთა რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა უკანასკნელ წლებში. მომხმარებელთა ზრდას კი კრიმინალის ზრდაც მოყვა. ზედოზირებისგან გარდაცვლილი ადამიანის რაოდენობა კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. ესკობარის პოლიტიკური გზა 1979 წელს კოლუმბიამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ყველა ის კოლუმბიელი ნარკომოვაჭრე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებები გადააქვს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, უნდა იყოს ექსტრადირებული. 3 წლის შემდეგ კი, ანუ 1982 წელს, რონალდ რეიგანმა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ომი გამოუცხადა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რა თქმა უნდა, პაბლო ესკობარი გახლდათ. ნარკოტიკული საშუალებები ძირს უთხრის ჩვენს საზოგადოებას. ის აზიანებს ჩვენს ღირებულებებს და ინსტიტუციებს. ისინი კლავენ ჩვენს შვილებს. მე ეს მანამდეც ვახსენე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არხი გამოიწერეთ. არა, ეს არა, მაგრამ არხიც გამოიწერეთ. პაბლო ესკობარი იყო ჭკვიანი ადამიანი და 1982 წელს იმისთვის, რომ თავი დაეზღვია, მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკაში მოსულიყო. და სწორედ ამ წელს ის გახდა კოლუმბიის კონგრესმენი, ოღონდ შემცვლელი კონგრესმენი. ანუ შემცვლელი კონგრესმენი ნიშნავს იმას, რომ მაშინ, როდესაც რომელიმე პარლამენტის წევრი ვერ შეძლებდა პარლამენტში მისვლას, მის მაგივრად მივიდოდა პაბლო ესკობარი. აბა თუ გამოიცნობთ, რამდენად ხშირად მოახერხებდა რორამე პაბლო ესკობარი პარლამენტში მისვლას იმის ხარჯზე, რომ რომელიმე პარლამენტარი, კონგრესმენი გახდებოდა ცუდად. ანუ ტიპი, რომელსაც რორამე ყველაფერი შეეძლო. ხო, მოკლედ პაბლო ესკობარი პოლიტიკაში მოვიდა. იდეაში თანამდებობა საკმაოდ მოკრძალებული იყო, თუმცა მიუხედავად აი ამ მოკრძალებულობისა, პაბლო ესკობარის კრიმინალური თვალსაზრისით დევნა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და გარდა ამისა, მან მიიღო დიპლომატიური ხელშეუხებლობა და შესაბამისად ბევრად უფრო მარტივად შეეძლო ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადასვლა. ხო და 1982 წელს ის გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და უფრო მეტიც, იმდენად ნაგლი იყო ტიპი, არ ვიცი ნაგლი რამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ ხო, მოკლედ იმდენად თავზე ხელაღებული იყო, რომ საკუთარ ჩვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრი სახლის ფონზე გადაიღო ფოტო. თუკი პაბლო ესკობარის ცხოვრებაზე ასე თუ ისე მაინც გსმენიათ რაიმე, გეცოდინებათ ის, რომ ყველაფერმა მთლად ისე მარტივად არ ჩაიარა, როგორც ნარკობარონს ჰქონდა დაგეგმილი, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ როდრიგო ლარა ბონილიამ, ანუ იმ პერიოდის იუსტიციის მინისტრმა გაილაშქრა, რომელიც მას ბრალს დებდა, რომ იგი ნარკობარონი, ანუ ნარკომოვაჭრე და გარდა ამისა მკვლელი იყო. ქვეყანამ უნდა იცოდეს სიმართლე ზოგიერთ ადამიანზე, უნდა იცოდეს იმ დანაშაულების შესახებ, რაც მათ ჩაიდინეს. ბონილიას ინიციატივით პაბლო ესკობარი კონგრესიდან გააგდეს. აქ ერთ რაღაცას ხაზი მინდა გაუსვა, მანამდე მე მგონი კი არა და უეჭველი ვიცი, რომ პარლამენტი ვახსენებ, საუბარი რეალურად კონგრესზე მაქვს, იმიტომ რომ კონგრესი მართავს კოლუმბიას და არა პარლამენტი. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, შინაარს მე მგონი ისედაც მიხვდით. ხო და ბონილიას ინიციატივით რო გააგდეს ესკობარი კონგრესიდან, ის რა თქმა უნდა უარყოფდა ყველა ბრალდებას და იმას ამბობდა, რომ მე ეს ფული, რომელიც ვიშოვე, სულაც არ მაქვს ნაშოვნი ნარკოტიკული საშუალებებით. ამ მოვლენებიდან 3 თვის შემდეგ ბონილიას ავტომობილი სრულიად უცხო ადამიანებმა დაცხრილეს. ისე საინტერესოა ნეტა ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ამ. თქვენი აზრით გამოუშვით თქვენი ვერსიები კომენტარებში. მოკლედ, ალბათ ხვდებით რომ დაცხრილა უშუალოდ ესკობარის ხალხმა, ბონილიას მანქანა, ბონილია გარდაიცვალა და მოკლედ კოლუმბიის ხელისუფლებამ პაბლო ესკობარის და არა მხოლოდ მის, არამედ ყველა ნარკობარონის და ნარკომოვაჭრის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
თქვენ კაცობრიობის მტერი ხართ და სწორედ ამიტომ კოლუმბია თითოეულ თქვენგანს გადასცემს სხვა სახელმწიფოს თუ კი თქვენ მხილებული იქნებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში. ამ განცხადების და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მიღებული საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების მიუხედავად პაბლო ესკობარი სულაც არ შეშინებულა. არა, პირიქით ის გრძნობდა, რომ საკმაოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდა და რამე მას შეეძლო ომის გამოცხადება სახელმწიფოს წინააღმდეგაც კი. სწორედ აქედან გამომდინარე მან დააარსა სამხედრო დაჯგუფება, რომელსაც დაარქვა Los Extraditables, რომლის დევიზიც იყო შემდეგი: ჯობია საფლავი კოლუმბიაში, ვიდრე ციხე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ექსტრადაციის ხელშეკრულება კოლუმბიის კონსტიტუციის 23 პუნქტს არღვევს. ეს ადამიანების უფლებების დარღვევაა და კოლუმბიელები ამის წინააღმდეგები ვართ. ესკობარის დაქირავებულმა რაზმმა ყველა იმ ადამიანზე დაიწყო ნადირობა, ვინც ებრძოდა ნარკოტიკული საშუალებებით მოვაჭრეებს. სამიზნეში ამოღებულები იყვნენ პოლიციელები, იურისტები, მოსამართლეები და პოლიტიკოსებიც კი. თითოეული მათგანის მოშორებაზე კოკაინის მეფე ჯილდოდ $100,000 აწესებდა. დაჯგუფების მსხვერპლთა რაოდენობამ კი მალევე 1000 ადამიანს გადააჭარბა. არც ერთ კრიმინალურ ორგანიზაციას აქამდე არ გამოუცხადებია ომის სახელმწიფო წინააღმდეგ. გარდაცვლილია 540 პოლიციელი, 8-ზე მეტი კი მძიმედ არის დაჭრილი. მოსამართლის მოკლა მარტივი საქმე იყო, იმიტომ რომ ისინი ესკორტის გარეშე გადაადგილდებოდნენ. მოტოციკლეტიდან გასროლა და ეგა, ყველაფერი მზადაა. ესკობარის მიერ გაკეთებული შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი განცხადება გახლდათ 1985 წლის 6 ნოემბერს ბოგოტაში მომხდარი სამართლიანობის სასახლეზე თავდასხმა. ნარკობარონის მიერ დასპონსორებულმა რაზმმა ტყვიამფრქვევებისა და ყუმბარდყორცნების დახმარებით აიღეს შენობა და ტყვე დაიყვანეს უმაღლესი სასამართლოს ყველა წევრი თანაშემწეებთან ერთად. ტერორისტებმა 6000-ზე მეტი ისეთი დოკუმენტი დაწვეს, რომელშიც ინახებოდა სამხილები არამხოლოდ პაბლო ესკობარზე, არამედ მის თანაშემწეებზე, მის ხელქვეითებზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში სამართლიანობის სასახლეზე თავდასხმას ემსხვერპლა 100-ზე მეტი ადამიანი და ბევრად უფრო მეტი ადამიანი საკმაოდ მძიმედ დაიჭრა. ამ ფაქტის შემდეგ ესკობარმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს დანებებულიყო. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ მან იცოდა, რომ რამე მის წინააღმდეგ არსებული ყველანაირი სამხილი განადგურებული იყო. მაგრამ ის სახელმწიფოს ჩაბარდებოდა მხოლოდ ერთი პირობით და ეს პირობა გახლდათ შემდეგი: თუ კი მას დაიჭერდნენ, ის არ უნდა ყოფილიყო ექსტრადირებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. სახელმწიფო მას უარი უთხრა და შესაბამისად ქვეყანაში ომი განახლდა. 1989 წლის 18 აგვისტოს წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოკლეს პოპულარული კოლუმბიელი პოლიტიკოსი ლუის კარლოს ჰალანი, რომელიც პრეზიდენტობას უმიზნებდა და არჩევის შემთხვევაში აპირებდა კოკაინის ვაჭრებთან სერიოზული ომის წამოწყებას და ქვეყნის განწმენდას ნარკოტიკული საშუალებებისგან ექსტრადაციის დახმარებით. ამავე წლის 27 ნოემბერს ესკობარის ხალხმა Boeing 727 სამგზავრო თვითმფრინავში ბომბა მოათავსეს. მათი მიზანი პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, სესარ გავირია ტრუხილიო იყო, თუმცა ბოლო მომენტში პოლიტიკოსმა გადაიფიქრა გაფრენა. აფეთქებას 101 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შემდეგ ქვეყანაში რეიდები დაიწყო. ძალოვანმა სტრუქტურებმა გაანადგურეს კარტელის ლაბორატორიები. გარდა ამისა დაიჭირეს ის ადამიანები, რომლებიც ნარკობარონთან კავშირში იყვნენ. პაბლო ესკობარი, რა თქმა უნდა, არ დანებებულა. მან რამდენჯერმე სცადა კოლუმბიის დაზვერვის უფროსის, გენერალი გაბრიელ მასა მარკესის მოკლა. 1989 წელს მეორე თავდასხმისას, როცა მისი ბომბით აფეთქება სურდათ, ინციდენტს 62 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ კოლუმბიის პოლიციამ სპეციალური დაჯგუფება შექმნა კონკრეტულად ესკობარის წინააღმდეგ. მასში შედიოდნენ საუკეთესო პოლიციელები და მათ ნარკობარონის თანამზახველების მოშორება დაიწყეს. პირველ რიგში მათ მოკლეს ხოსე როდრიგეს გაჩო, შემდეგ კი გუსტავო გავირია. მედელინის კარტელის წინააღმდეგ არამხოლოდ სახელმწიფომ, არამედ კონკურენტებმაც გაილაშქრეს. საუბარი მაქვს კალის კარტელზე, რომელიც აქამდე საკმაოდ მშვიდად თანაარსებობდა მედელინელებთან ერთად. კალის კარტელი, რომლის ლიდერებიც იყვნენ გილბერტო როდრიგეს ორეხუელა და მისი ძმა მიგელ როდრიგეს ორეხუელა, აკონტროლებდა შტატების ჩრდილოეთ ნაწილს, ნიუ-იორკისა და სიეტლის დახმარებით. მედელინელები კი სამხრეთ ნაწილს მაიამისა და ლოს-ანჯელესის დახმარებით.
მაგრამ რა თქმა უნდა შემოსავლის ზრდასთან ერთად ინტერესთა კონფლიქტიც იზრდებოდა. აქ ხაზგასასმელი ისიც არის, რომ პაბლო ესკობარი კალის კარტელის უფროსობაზე ნაწყენი იყო. მიზეზი ის გახლდათ, რომ ისინი არ ჩაერთვნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და პლუს ამასთან ერთად ერთხელ პაბლო ესკობარის 8 სართულიან სახლში მოხდა აფეთქება, რასაც მისი შვილის სმენის დაქვეითება მოყვა და ამ ყველაფერში პაბლო ესკობარი სწორედ კალის კარტელს ადანაშაულებდა. შურიზიების მიზნით ნარკობარონმა ძმები ორეხუელების რამდენიმე ლეგალურად მომუშავე აფთიაქი ააფეთქა და ამის შემდეგ ორივე ნარკოკარტელი ჩაერთო ერთმანეთთან ომში. ისინი ქირაობდნენ მკვლელებს და თავს ესხმოდნენ დაჯგუფების წევრებს. ორივე მხარემ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო ამ თავდასხმების შედეგად. ესკობარის პატიმრობა. პაბლო ესკობარის იმპერია ნელ-ნელა სუსტდებოდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ მას სულაც არ ეცალა ბიზნესისთვის და შესაბამისად მისი ძალაუფლება ნელ-ნელა შემცირდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის საკმაოდ მძიმე შედეგი, რაც აი ამ ომმა და დაპირისპირებამ მოიტანა. კოლუმბია გახდა მსოფლიოში ნომერ 1 ქვეყანა მკვლელობების მიხედვით. 1990 წლის ბოლოს პაბლო ესკობარმა საბოლოო ჯამში მიაღწია იმ შეთანხმებას, რომ ის ჩაბარდებოდა ხელისუფლებას იმ პირობით, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს და გარდა ამისა ის ჩაждდებოდა იმ ციხეში, რომელიც მან თავად ააშენა. ანუ პატიმარმა თავად ააშენა საკუთარი თავისთვის ციხე. რამდენად ციხე, რამდენად არა, ამას სულ რაღაც 5 წამში გაიგებთ. მანამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. სწორედ ასე, 1991 წლის ივნისში ესკობარი ჩაბარდა ხელისუფლებას და ლა კათედრალში ჩაждდა. ციხეში, რომელიც პენიტენციალური დაწესებულების ნაცვლად დიდრულ კურორტს წააგავდა. ლა კათედრალის ციხეში იყო დიდი აუზი, საფეხბურთო მოედანი, ბაღები, ჩანჩქერები, ბარბეკიუსთვის გამოყოფილი სივრცე და სხვა სიკეთეები. შიგნით ციხეში კი იყო კაზინო, საუნა, საცეკვაო დარბაზი და ბარები. ციხეს ისევ და ისევ ესკობარის დაჯგუფების წევრები იცავდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ პაბლო ესკობარი ამ ციხეში არაუბრალოდ ისვენებდა, არამედ ბიზნეს მართავდა. ანუ მას თავისუფლად შეეძლო, რომ ციხეში მიიღო თავისი ბიზნეს პარტნიორები, აქედან გაეცა ბრძანებები, დაესაჯა აქედანვე ადამიანები და გარდა ამისა გაეცა სხვადასხვა ტიპის განკარგულებები. 1992 წელს კოლუმბიური ნარკოკარტელის ბოსმა ციხეში 2 ბიზნეს პარტნიორი მოკლა, რომლებმაც სცადეს მისი ფულის მისაკუთრება. ამის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა და კოლუმბიის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ ესკობარი ჩვეულებრივ ციხეში გადაიყვანათ. გახსოვთ, რომ გითხარით პაბლო ესკობარს ადგილობრივი მოსახლეობა ერთგვარ ჯაშუშებად ყავდა თქო. ხო და მოკლედ პაბლომდე მივიდა ეს ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის გადაყვანას ჩვეულებრივ ციხეში აპირებდნენ და რა თქმა უნდა ციხიდან გაიქცა. გარკვეული დროის შემდეგ ის პრეზიდენტ გავირიას შეეხმიანა კიდევ და ახალი პირობებით შესთავაზა ციხეში ჩაждდომა, თუმცა მიუხედავად ამისა, გავირიამ მას უარი უთხრა. 1993 წლის 30 იანვარს ესკობარის ხალხმა ბოგოტაში წიგნის მაღაზიასთან ახლოს ბომბი ააფეთქა. შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ნარკობარონის წინააღმდეგ ომი არამხოლოდ სახელმწიფომ, არამედ ახალმა დაჯგუფებამ, ლოს პეპემაც დაიწყო, რომელიც თითქოს დაკომპლექტებული იყო ნარკობარონის მსხვერპლების ნათესავებისგან. თუმცა დღეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის ულტრამემარჯვენე სამხედრო დაჯგუფების წევრებისგან შედგებოდა, რომელთა მიზანიც არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ ესკობარის ბიზნესის წილის ხელში ჩაგდება იყო. ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ ლოს პეპეს მხარს უჭერდა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო ბიურო. მათ დაწვეს პაბლო ესკობარის დედის ვილა. ცოტა უცნაურად ჟღერს ისე პაბლო ესკობარის დედის ვილა, მაგრამ მოკლედ დაწვეს პაბლო ესკობარის დედის ვილა და გარდა ამისა რამდენიმე ბომბი ააფეთქეს მედელინში. ერთ-ერთი აფეთქების დროს მათ კინაღამ იმსხვერპლეს ნარკობარონის დედა. პაბლო ხვდებოდა, რომ კიდევ ერთი მსგავსი თავდასხმა შეიძლება ბოლო ყოფილიყო მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის. ამიტომ მან სცადა მეუღლის მარია ვიქტორია ენაოს და შვილების საზღვარგარეთ გადაყვანა, მაგრამ კოლუმბიის ხელისუფლებამ თვითმფრინავი მოაბრუნა და მისი ოჯახის წევრები კონტროლის ქვეშ აიყვანა. თავად ნარკობარონი კი ისევ მიიმალა. რა თქმა უნდა, პაბლოს ენატრებოდა თავისი შვილები და ის ყოველდღიურად ურეკავდა მათ. თუმცა არც ერთი სატელეფონო ზარი არ გაგრძელებულა 1 წუთზე მეტხანს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სპეცსამსახურები შეძლებდნენ მისი ადგილსამყოფელის გარკვევას. მაგრამ 1993 წლის 2 დეკემბერს, ანუ თავისი დაბადების დღის მეორე დღეს, პაბლო ესკობარმა ეს წესი დაარღვია. მან ამ დღეს
5ჯერ დარეკა და არც ერთი ზარი ერთ წუთზე ნაკლებ ხანს არ გრძელდებოდა. გარდა ამისა, მან თავად დაასახელა საკუთარი სახელი და გვარი და პლუს ამასთან ერთად გასცა თავისი ადგილსამყოფელი. მან იცოდა, რომ ასე დაიჭერდნენ, თუმცა ამ დღეს ბევრჯერ დარეკა. ზარის ხანგრძლივობამ 5-ვეჯერ გადააჭარბა ერთ წუთს. ის ასახელებდა საკუთარ სახელს და არ იცვლიდა ხმას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მამაჩემს სურდა რომ ის აიყვანათ. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურები მივიდნენ იმ ადგილას, სადაც პაბლო ესკობარი იმალებოდა, თუმცა ნარკობარონმა, ისევე როგორც მისი დაცვის წევრმა, გადაწყვიტა გაქცევა. ისინი გაიქცნენ სახურავების დახმარებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ორმხრივი გასროლების შედეგად პაბლო ესკობარიც, ისევე როგორც მისი დაცვის წევრი, გარდაიცვალა. მაგრამ აქ ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი არის ხაზგასასმელი. მას შემდეგ, რაც მისი სხეული გაკვეთეს, მისი სხეულიდან 2 სხვადასხვა კალიბრის ტყვი ამოიღეს და შესაბამისად დღემდე უცნობია პაბლო ესკობარმა თავი მოიკლა საკუთარი იარაღით თუ ის გარდაიცვალა იმ ტყვით, რომელიც მას სპეცსამსახურებმა ესრულეს. ბოლოს როგორც გაირკვა, ბოლოს არაფერი არ გარკვეულა, უпростоრედ მისმა შვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მამაჩემი ამბობდაო, რომ თუ გამოუვალი სიტუაცია მექნება, მირჩევნია რომ თავი მოვიკლა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში ამოვყო თავიო. პაბლო ესკობარი მედელინში, მონტე საკრას ბაღებში დაკრძალეს. მის დასაფლავებას 20,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. პროცესს ზოგიერთი ექსცენტრიული პაბლოს გულშემატკივარიც ესწრებოდა. მათ კუბოს თავსახური მოხადეს და ნარკობარონთან შეხება სცადეს. ლიდერის გარდაცვალების შემდეგ მედელინის კარტელმა ცოტა ხნით გააგრძელა საქმიანობა. თუმცა დროსთან ერთად შესუსტდა და საბოლოოდ იგი 90-იანი წლების ბოლოს დაიშალა. დღესდღეობით კოლუმბიაში ნარკოკარტელები ისევ და ისევ არსებობენ, თუმცა მასშტაბები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შემცირებულია. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო დღემდე საკმაოდ სასტიკად ებრძვის ნარკოკარტელებს და ნარკომოვაჭრეებს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად აი ამ ბრძოლისა, კოლუმბია დღემდე ერთ-ერთ კი არა, მსოფლიოში ყველაზე დიდ კოკაინის მწარმოებელ ქვეყანად ითვლება. ხო, მოკლედ წარმოიდგინეთ, რამხელა მარუცი წყალებში მემკვიდრეობა დატოვა პაბლო ესკობარმა საკუთარ ქვეყანაში. დღეისათვის ესკობარი კოლუმბიის ტურისტული ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია. მისი მემკვიდრეობა რა თქმა უნდა საკამათოა, თუმცა მიუხედავად ამისა, კოლუმბიაში დღემდე ატარებენ ტურებს ესკობართან დაკავშირებულ ადგილებში და ტურისტებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ დაათვალიერონ ნარკობარონის ვილები. ჰასიენდა ნაპოლესი თემატურ სასტუმროდ გადაკეთდა. აქ არსებული ცხოველებისთვის განკუთვნილი ვოლიერები კი ზოოპარკად. ის, რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება ცოტათი სასაცილო ჟღერდეს, მაგრამ მოკლედ ფაქტია რა. აი ესეთი ფაქტი არის, რომ მას შემდეგ რაც პაბლო ესკობარმა ჰასიენდა დატოვა, ჰასიენდა ნაპოლესზე მაქვს საუბარი, შეგახსენებთ, აქ ჰქონდა ზოოპარკი. ხო და მოკლედ აი ამ მისი პირადი ზოოპარკიდან გაიქცნენ ბეჰემოტები. და ეს ბეჰემოტები გამრავლდნენ პირველ რიგში იქინა გამომდინარე, რომ ზოგადად კოლუმბიაში ბეჰემოტები არ არსებობენ, შესაბამისად არ არსებობს მათი ბუნებრივი მოწინააღმდეგე კვებით ჯაჭვში და შესაბამისად ისინი უკონტროლოდ გამრავლებას იწყებდნენ და იმდენად გამრავლდნენ, რომ ქვეყანაში არსებულმა ცხოველთა დაცვის სააგენტომ მათთან ბრძოლაც გამოაცხადა. ანუ არა მხოლოდ კოკაინის ნარკობარონს, არამედ მის ბეჰემოტებსაც გამოუცხადეს ომი. და ახლა ამ ეტაპზე არის ხოლმე ისეთი სივრცეები, სადაც 100-მდე ბეჰემოტი ერთად იყრის თავს და მათ უკეთებენ ხელოვნურ, უпростоრედ კი ქირურგიულ კასტრაციას. ხო, მოკლედ ესეთი მართლაც რომ უცნაური მემკვიდრეობა დატოვა პაბლო ესკობარმა. თუმცა მხოლოდ ბეჰემოტები არ არის აქ სახსენებელი. ესკობარის დიდი ქონების ბედი დღემდე სპეკულაციებისა და ლეგენდების მიზეზია. სახელმწიფომ რა თქმა უნდა მას ყველანაირი ქონება ჩამოართვა, თუმცა მასმედიის მტკიცებით პაბლოს ქონების ნაწილი მისი მეუღლისა და შვილების განკარგულებაშია. ამას გარდა ენთუზიასტები ქვეყნის მასშტაბით დღემდე პოულობენ დამარხულ მილიონობით დოლარს. მეტიც, 2017 წელს არხ Discovery-ზე გამოვიდა დოკუმენტური სერიალი პაბლო ესკობარის მილიონები, რომლის ფარგლებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 2 ყოფილი თანამშრომელი ეძებს ნარკობარონის განძს. როგორც ყოველთვის, მე ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ლინკებს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ რომ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოთ პაბლო ესკობარის შესახებ, თუნდაც მათ შორის ჩაუждეთ სერიალ ნარკოს. ვიტყვი იმას, რომ პაბლო ესკობარი საკმაოდ საინტერესო და სადავო პიროვნება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი რამ აქვს გაკეთებული, მაგრამ ყველაზე საინტერესო და ყველაზე სადავო ის არის, რომ კაი მესმის, რომ ამდენი ფულის და ამდენი სიმდიდრის პატრონი იყო, მაგრამ როგორ შეძლო და როგორ დააბრმავა ადამიანები
და მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სავარაუდოდ ფულის წყალობით მან შეძლო და თვალი აუხვია ათასობით მის ქვეყანაში არსებულ გაჭირვებულ მოსახლეს. ხო, მოკლედ ამაზე ფიქრი თქვენთვის მომინდვია, მე კი უბრალოდ დაგემშვიდობებით. დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ამავე ვიდეოს გაზიარება სოციალურ ქსელებში. დროებით.